დღეს გადაცემაში ნახავთ. სერტიფიცირებული ქალთევზა. 100,000 რომ მოვიგებთ, რაში გამოვიხეთ? სილიკონის კუცი ყიდიდი. 100 წელს რა მკიდულო, ფასდაკლება არ მეკუთვნის? ჟუჟუ ნაცვიმა მოვიდა. აუ. აი, დიდად მერკვევი ამ ფეხბურთში და ნუ ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს, უბრალოდ ავარჩევ. რისკავთ. შეწყვეტა გამორიცხული არანაირად არ შეწყვეტა. სილიკონზე არ ყოფნის ესე 1000 ლარი. რისკავთ. საღამომშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმოთ ჩვენს მონაწილეს ზურა კუპატაძე. ზურა როგორ გიკითხოთ? ცოტა ვღელავ. ცოტა ღელვა არ აუშავს, ეს ნორმალურია. ზურა არის 38 წლის ჭიათურიდან. ჭიათურა ჩემი საყვარელი ქალაქია. პროფესიით პროგრამისტი. ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაშია უფროსი დეველოპმენტი. ძალიან კარგი. დეველოპერი. ჰობი რა არის შენი? ნუ ერთ-ერთი ჰობი არის მონეტების კოლექცია მაქვს. ბავშვობიდან ვაგროვებ და ძალიან საინტერესოა. უკვე რამდენიმე 1000 შევაგროვე. რამდენიმე 1000? და ყველაზე აი თქვა ძველი და საინტერესო რომელი ასე სერია? ნუ ძირითადად თანამედროვე მონეტებს ვაგროვებ, მაგრამ აი სიმბოლურად თამარის და რუსუდანის დროინდელი რამდენიმე მონეტა მაქვს კოლექციაში. ვისთან ერთად მობრძანეთ? ჩემი მეგობარი დათა. მეგობარი დათო. მოგესალმებით. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენს დარბაზში იმყოფება სასწავლო ცენტრი ერუდიტორი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამერიკულ ფეხბურთში, სკოლა გიმნაზია პირველი, ზარქუას ცეკვის დასი და 32 საჯარო სკოლა. მადლობა დარბაზ მობრძანებისთვის. ზურა, რომ მოიგებ, იმედი მაქვს, კარგ თანხას და ეს 100,000 იქნება, რას გეგმავთ? რას ვაპირებთ? ნუ, რავი, მეგობრებთან ერთად აღნიშნავ პირველ რიგში, რა თქმა უნდა. მერე ალბათ სამოგზაურო წავალ სადმე. მაშინ მე შეგახსენებ წესებს. 100,000 ლარის მოსაგებად, სწორად უნდა უპასუხო 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება, 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ დავკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? კარგი, მზად ხარ ზურა? დიახ. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რა ფერისაა თეთრი სარკმელი? თეთრი, აგურისფერი, მწვანე, ლურჯი. თეთრი. თეთრი. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. ლოტარიაში ყველაზე მაღალი და ყველაზე სასურველი პრიზია ჯეკპოტი, ოქროს მედალი, დაფნის გვირგვინი თუ ოსკარი. ისევ ჯეკპოტი. ისევ ჯეკპოტი. და თქვენ 150 ლარი გაქვთ. მოგიგიათ როდისმე ჯეკპოტი?
მესამე კითხვა. 200 ლარი. თუნდით იღირს 1 ლარი და 23 თეთრი და შეიძინეთ 100 ცალი. უნდა გადაიხადოთ 12 ლარი და 30 თეთრი, 123 ლარი, 1230 ლარი თუ 12300 ლარი. 100 წელს რომ მყიდულო ფასდაკლება არ მეკუთვნის? მაშინ B 123 ლარი. B 123 ლარი და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. ხელით წერისას რომელ ქართულ ასოს დაწერდით ორგვარად? ერთკბილიანსაც და სამკბილიანსაც. B L P თუ ნუ აი აქ სამკბილიანი L წერია, რომელიც ასევე შეგვეძლო ერთკბილიანად დაგვეწერა. B L B L რა თქმა უნდა და 250 ლარი თქვენია. მივადექით ზურა გარანტირებულ 300 ლარს თუ სწორად უპასუხებთ რა თქმა უნდა და მეხუთე კითხვა 300 ლარი. თუ არ გსურთ რომ სერიალის ან წიგნის შინაარსი ვინმე წინასწარ გაგაგებინოთ, მას თანამედროვე ჟარგონზე უნდა უთხრათ არ დამასპოილერო, არ დამაჰაიდო, არ დამქრაშო, არ დამსტალკო. არ დამასპოილერო. არ დამასპოილერო. გარანტირებული 300 ლარი. 300 ლარი გაქვთ, რომელსაც ვერავინ ვეღარ შეეხება, თქვენია. ასევე გაქვთ 3 დახმარება და მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელია საქართველოს სახელმწიფოს სატელეფონო კოდი, რომელიც უნდა აიკრიფოს სხვა ქვეყნიდან საქართველოში დარეკვისას? A 995 B 1 C 49 D 377. ეს არის A 995. ზუსტად ვიცით. დიახ. ეს არის A 995. 400 ლარი თქვენია. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ვისი მეუღლე იყო ოლღა ოკუჯავა? A აკაკი წერეთლის, B ილია ჭავჭავაძის, C ვაჟა ფშაველას თუ D გალაქტიონ ტაბიძის? B ილია ჭავჭავაძის. დარწმუნებული ხარ? სკოლის მასალაა ფაქტობრივად. და დანარჩენების მეუღლების სახელები თუ გახსოვს რა? ნატალია ერქვა აკაკის მეუღლეს თუ სწორად მახსოვს, დანარჩენების არ ვიცი. მე შემოგთავაზებ დახმარებას. თუნდაც კომპიუტერის დახმარებას იქნებ გადაამოწმოთ. ან დარბაზს კითხოთ. გვარია მერია ვითომ? ილიას მეუღლე იყო ოლღა გურამიშვილი და არა ოკუჯავა. მაშინ გამოდის რომ გალაქტიონის მეუღლე იყო ოკუჯავა. წერილიც იყო ჩემო ოლია რომ წერდა. მოდი შევცვლი პასუხს და იყოს D გალაქტიონ ტაბიძე. დახმარებას არ გამოიყენებთ? არა. და შეცვლით და იყოს D გალაქტიონ ტაბიძე. არ ვიყენებთ დახმარებას და ვაყვითლებ D გალაქტიონ ტაბიძის. ოლღა ოკუჯავა იყო გალაქტიონ ტაბიძის მეუღლე. 500 ლარი თქვენია. ზურა არ ვიჩქაროთ ხოლმე, კარგად დავფიქრდეთ. 3 დახმარება გაქვთ ისევ და მერვე კითხვა 1000 ლარი.
რომელი არ არის ამჟამად მოქმედი მონარქი? A. მარგრეტე მეორე, B. რამა მეათე, ფილიპე მეექვსე, თუ D. ჰერალდ მეხუთე. გართულდა. იცი მაქვს რომ ეს არის მარგრეტე მეორე, რომელიც იყო დანიის დედოფალი და შეიცვალა. ეხლა ვეფეყავთ თუ სწორად მახსოვს. მაგრამ დანარჩენები არ ვიცი. რამა ტაილანდია, მაგრამ მე რამდენი რამა ყავთ არ მახსოვს. ფილიპი ალბათ ესპანეთია და ეხლაც ფილიპია. ჰერალდი სავარაუდოდ ნორვეგია, მაგრამ მე რამდენი ყავთ არ ვიცი. დახმარება შემოგთავაზებ ზურა. იქნებ დაგეხმაროთ. კი, მოდი დარბაზს ვკითხოთ. ვიყენებ დარბაზის დახმარებას. ვის დარბაზში ვიცით სწორი პასუხი, გთხოვთ რომ ხელი აიციოს იმან, ვინც იცის პასუხი. რომელი არ არის ამჟამად მოქმედი მონარქი? დარბაზში სამწუხაროდ პასუხი არ გვაქვს. თქვენ ეს დახმარება შეგინარჩუნდებათ. ან კომპიუტერი, ან ზარი ახლობელთან. კარგი, მოდი ისევ დავფიქრდები. რამა მეათე. მე მგონი რამა მეათე ეხლაც მეფეა ტაილანდში. ანუ უნდა ავარჩიო მარგარეტსა და ჰერალდს შორის. A და D შორის ფიქრობ? აჰა. უფრო რომელი გონია? მარგარეტი მგონია, იმიტომ რომ საიდანღაც რაღაც ნიუსი მახსოვს, რომ ეხა მეფე ყავთ, დედოფალი აღარ ყავთ დანიაში. მაგრამ ეს ჰერალდი საერთოდ არ მაინც მახსოვს. კომპიუტერის დახმარებით. არა, მოდი გავრისკავ, იყოს მარგარეტ მეორე. საბოლოო პასუხია? კი, მარგარეტე მეორე. მარგრეტე მეორე. თქვენ რომ გეთქვათ ზურა ჰერალდ მეხუთე. არასწორი იქნებოდა. კარგია რომ გარისკეთ და 1000 ლარი თქვენია. ასევე გაქვთ სამივე დახმარება და წინ მეცხრე კითხვა. 2000 ლარი. რამდენი წელი გავიდა მას მერე, რაც პლუტონი ჩამოაქვეითეს პლანეტის სტატუსიდან ჯუჯა პლანეტის სტატუსამდე? A 15, B 20, C 25, თუ D 30. ნუ ჩემი ერთ-ერთი ჰობი ასტრონომიაც არის, ასე რომ პასუხია B20, 2006-ში მოხდა ეგ ამბავი. ზუსტად ვიცით, დახმარებებიც არ გვჭირდება. საბოლოო პასუხია B20. B20. $2000 თქვენია. სამი დახმარებით მივედით გარანტირებულ მეათე კითხვამდე და თუ სწორად უპასუხეთ 3000 ლარი თქვენი იქნება. აბა ყურადღებით, მეათე კითხვა 3000 ლარი. რომელ ამერიკელ მსახიობთან ერთად ითამაშა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ბალერინამ თამარ თუმანიშვილმა, იგივე თამარა თუმანოვმა ფილმში დიდების დღეები? A. პოლ ნიუმენთან, B. გრეგორი პეკთან, C. მარლონ ბრანდოსთან, თუ D. კლარკ გეიბლთან? აბა როგორ ავართ? ესე თქვენი ჰობი ხომ არ არის? არა, თან რაღაც ძველი ფილმია, რომელიც ნანახი არ მაქვს. არა და როგორი ვარსკვლავები? დავრეკოთ, მეგობართან. ვისთან? აკაკი მოსახლიშვილთან. მეგობარ აკაკისთან. ვიყენებთ დახმარებას, ვრეკავთ მეგობართან.
აკაკი მოგესალმებით. გამარჯობა. მე დათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან, შეგიძლია მოიგო 100.000. გამარჯობა დათო. ზურა კუპატაძე მისის მე ხლა აქ სათამაშოდ და თქვენი დახმარება ჭირდება. ვიცით ყველანაირად. 30 წამი გაქვთ დრო და ზურა თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაირთო. აკო თამარ თუმანიშვილმა რომელ ამერიკელ მსახიობთან ერთად ითამაშა ფილმში დიდების დღეები? ნიუმანთან, პეკთან, ბრანდოსთან თუ გეიბლთან? ფილმი მითხარი კიდე დიდების დღეები. და სავარაუდო პასუხები კიდე? ნიუმანი, პეკი, ბრანდო, გეიბლი. 10 წამი. არ ვიცი კუპად. კარგი დაშვიზა. გული აქცენტში. 2 წამი, 1 სამწუხაროდ მეგობარმა პასუხი არ იცოდა და დარწმუნებულიც არა ვარო. თან ყველა ერთი ეპოქიდანა ვერავის ვერ გამორიცხავ. 50-50-ზე გამორიცხავს 2 არასწორ ვარიანტი პასუხს. არ მაქვს. გამოვიყენოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას და ვთხოვთ რომ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. დარჩა A. პოლ ნიუმანი და B. გრეგორი პეკი. ზურა თუ გარისკავ და სწორი იქნება შენი პასუხი გარანტირებულ 3.000 ლარს მოიგებ. თუმცა თუ არასწორად გვიპასუხებ, მაშინ ჩამოვარდები 300 ლარზე და დაკარგავ 1700 ლარს. არა უშავს. ასევე შეგახსენებ რომ შეგიძლია შეწყვიტო თამაში და წაიღო ამ შემთხვევაში 2000 ლარი. არა თქვენი უშავს. გადასაწყვეტია. მოდი გავრისკოთ. ვრისკავთ. ნუ ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს, უბრალოდ ავარჩევ. იყოს A. პოლ ნიუმანი. საბოლოო პასუხია? სხვა გზა არა. იყოს A. პოლ ნიუმანი. რისკავთ. კი. A. პოლ ნიუმანი. გავაყვითოთ. თამარს პოლ ნიუმანთან ერთადაც უთამაშია. ოღონდ არა ამ ფილმში, ჰიჩკოკის ფილმში აქვს დათამაშები. ამ ფილმში კი დიდების დღეებში ეს გრეგორი პეკთან იყო პარტნიორი სამწუხაროდ. 300 ლარი გარანტირებული თქვენია. მადლობა თამაშისთვის მადლობა. და კარგად გზანდებოდეთ. ჩვენ ვაგზელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100.000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა თეონა გაჩაჩილაძე. თეონა, აბა როგორ გიკითხოთ? ძალიან კარგად. კარგია რომ ძალიან კარგად ხარ. კარგი განწყობით ხარ. პოზიტიურად. სათამაშო განწყობით ვარ. დიახ. შვედივად გამოიყურებით. მადლობა. თეონა არის 28 წლის თბილისიდან. პროფესიით იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. თეონა ასევე არის პირველი ქართველი სერტიფიცირებული ქალთევზა ინსტრუქტორი. სერტიფიცირებული ქალთევზა. აბა ეხლა მოგვიყევი რა ხდება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მე პირველად მესმის ესეთი რამ. პირველი არ ხართ ნამდვილად რომ პირველად გესმით. დიახ. საქართველოში ეს არის სრულიად ახალი დარგი. ახალი აი როდიდან მაგალითად? პირველი ადამიანი ვარ, ვინც შეეჭიდა ამ გზას და გაიარა ქალთევზის სპეციალიზებული კურსები. და რას ნიშნავს ეხლა ეს კურსები ქალთევზის? ქალთევზობა ეს არის ყვინთვის, დაივინგის და ხელოვნების ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ნაზავი, დარგი, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ გამოიყენო შენი ცურვის უნარები, წყალქვეშა უნარები, პლუს შენი შემოქმედება და ამითი შექმნა შოუ, ასევე სპორტის სახეობაც არის, ასევე იმართება. ახლა შვეიცარიაში არის მერ ოლიმპიქს, ანუ ქალთევზათა ოლიმპიადაზეც კი დაიწყო საუბარი და უკვე მე მგონი მეორე წელია ტარდება.
ქალთევზათა საერთაშორისო ფედერაცია, რომლის მიერაც ვარმა სერტიფიცირებული პირველი ორგანიზაცია, რომელიც mermaiding-ზე არის სპეციალიზებული და ამზადებს მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ქალთევზებს. ქალთევზას კუდი თუ გაქვთ თქვენ? რა თქმა უნდა. გაქვთ, ხო? კი, მაქვს, მაგრამ ეს ძირითადად ქსოვილის კუდები მაქვს მე იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ქალთევზის კუდები, ქსოვილის და სილიკონის. სილიკონის საკმაოდ ძვირადღირებული არის და იმედია. და აი 100.000 რომ მოვიგებთ, რაში გამოვიხედებთ? პირველ რიგში სილიკონის კუდს ყიდიდით მოვიგებდი აი, ასეთ. მაგას იტყოდით. და ვისთან ერთად მოხდით თქვენ? მე მოვედი მამაც ჩემთან და ჩემ ძმასთან ერთად. მოგესალმებით. მაშინ წესებს შეგახსენებთ ეონა 100.000 ლარი რომ მოვიგოთ, უნდა უპასუხოთ სწორად 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3000. ასევე გაქვთ სამი დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასდროს მიპასუხებთ კითხვაზე, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? დიახ, იმედია. მზად ხარ თამაშისთვის? დიახ, მზად ვარ. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რისგან იცავენ ტანსაცმელს ნაფტალინით? ჩრჩილისგან, კოღოსგან, ფუტკრისგან, ჭიამაიასგან. საინტერესო შეკითხვაა ნამდვილად. კი ბატონო. ამ შემთხვევაში დავაფიქსირებ პასუხს A ჩრჩილისგან. A ჩრჩილისგან. 100 ლარი თქვენი. მეორე კითხვა. 150 ლარი. რისთვის არ იყენებენ სათამაშო კარტის დასდას? ჯოკერის სათამაშოდ, სამკითხაო, ფოკუსების გასაკეთებლად, პიცის დასაჭრელად. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, პიცა არასდროს სათამაშო კარტით არ დამიჭრია და ალბათ ეს იქნება სწორი პასუხი. ისე გიმკითხავიათ, როდესაც? არ მიმკითხავია, მაგრამ მინახავს. ფოკუსები თუ გიკეთებთ. ფოკუსები ძალიან მიყვარდა ბავშვობაში მართლა? კარტებით ფოკუსის გაკეთება. ამ შემთხვევაში ვაფიქსირებთ D პასუხი, პიცის დასაჭრელად. დასაჭრელად. და რა თქმა უნდა, 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა, 200 ლარი. რომელ კონტინენტზე არ არის ქალაქები, სოფლები, სახელმწიფოები? აფრიკა, ევროპა, ანტარქტიდა, ავსტრალია. C ანტარქტიდა. C ანტარქტიდა. 200 ლარი თქვენია. შვიდად და სწრაფად მივიწევ წინ. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. ციფრულ საათზე, რომელზეც მხოლოდ საათი და წუთი ჩანს. რამდენჯერ გამოჩნდება 9 დღის პირველიდან 2 საათამდე შუალედში? დღის პირველიდან 2 2 საათი. საათამდე შუალედში. ესე იგი დღის პირველი არის 13 საათი. ერთხელ, 6-ჯერ, 9-ჯერ თუ 100-ჯერ. აბათეონა? დავთვალოთ. 0-9, მერე 19, მერე 29, მერე 39, მერე 59 და მერე უკვე 59. ესე იგი 6-ჯერ. საბოლოო პასუხია? B 6-ჯერ. B 6-ჯერ. რა თქმა უნდა, 250 ლარი თქვენია. და მივედით გარანტირებულ 300 ლარზე, თუ უპასუხებთ, რა თქმა უნდა, მეხუთე კითხვა, 300 ლარი. ნაომი კემბელი და სინდი კროუფორდი არიან წარსულში ცნობილი სპორტსმენები, მოდელები, მომღერლები, მხატვრები.
საინტერესო შეკითხვა. არც სპორტში მინახავს ქალბატონი ნაომი და სინი, არც მათი შესრულებული სიმღერები მსმენია და არც მათი ნახატები მინახავს. აქედან გამომდინარე B მოდელები. აქედან გამომდინარე B მოდელები. პოდიუმზე ძალიან ხშირად ჩანა. თუმცა კემბელი ჯექსონის კლიპში ხო, აი მართალი ბრძანდებით. ლამაზად. გარანტირებული 300 ლარი თქვენია, რომელსაც ვერავინ წაგართვევთ. ასევე გვაქვს 3 დახმარებაც და მე-6 კითხვა. 400 ლარი. რომელ სიმღერას ასრულებს მიმინოს მთავარი გმირი ვალიკო მიზანდარი, როდესაც შემთხვევით თელავის მაგივრად თელ ავივში დარეკავს. A. სულიკო B. ჟუჟუნა წვიმა მოვიდა C. ჩიტო გვიტო თუ D. ყვავილების ქვეყანა. აბა დეონა ვახსოვს ფილმი, გახსოვს კარგად ფილმი. აი ეგ მომენტი. არ მახსოვს. ეს მომენტი გახსოვს, ეს მომენტი სად არის ფილმში? ტელეფონით როცა საუბრობს ვალიკო მიზანდარი. დეონა მე შეგახსენებ რომ დახმარებები გაქვთ 3 და თუ არა ვარ დარწმუნებული და არ ვიცით პასუხი მაშინ ეგ თავაზობთ რომ გამოიყენოთ დახმარება. დარბაზის დახმარებას ვიყენებთ გამოვიყენ. დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ვთხოვთ რომ აწიოს ხელი. ყავს 1 აქით არავის არ გახსოვთ დავიჯერო ეს ცნობილი ფილმის ცნობილი სიმღერა. აბა გაგვეცანით და გითხარით პასუხი დიახ. თეონას მამა ვარ და ჟუჟუნაწვიმას მღერის იმ ებრაელ კაცთან ერთად რა. მადლობა, მადლობა. მეორე ვერსია თქვენი? ჩემი სახელი არის ქეთი და პასუხი არის ამ შემთხვევაში ჩიტო კვრიტო. მადლობა. მე გახლავართ ნინო და ჩემი ვერსია ჟუჟუნაწვიმა. დიდი მადლობა. მოკლედ დარბაზიდან გაჟღერდა 3 ვერსია გაჟღერდა, 2 იყო B ჟუჟუნაწვიმა მოვიდა და 1 C ჩიტო კვრიტო. თეონა, რა გადაწყვეტილებას მიიღებ თქვენ? და მოდი მამა ჩემს დავუჯერებ და უჯერებთ კი, მამას. მამას უჯერებთ და ჟუჟუნა წვიმა მოვიდა. საბოლოო პასუხია? B ჟუჟუნა წვიმა მოვიდა. ჟუჟუნაწვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანა. რა თქმა უნდა. და 400 ლარი მოგვიტანა. 400 ლარი გვაქვს, ერთი დახმარება გამოვიყენეთ, მაგრამ ჭირდებოდა. ჭირდებოდა ნამდვილად. მე-7 კითხვა. 500 ლარი. რა მასალითაა დამზადებული თბილისის პირველი გიმნაზიის წინ დადგმული ილიას და აკაკის ძეგლი? A. ბრინჯაო B. ალუმინი C. ქვა თუ D. თუჯი? რა მასალით შეიძლება იყოს დამზადებული? რომელს გამორიცხავ აქედან? აი ესე რომ წავიდეთ თქვა მშელობით. რომელს გამორიცხავ? ბრინჯაოს გამორიცხავ. რას გამორიცხავთ? ბრინჯაო. დიახ. რაღაცა ბრინჯაოს ისინი მე ფერს სხვანაირ ფერზე დადგებოდა. კიდე რას გამორიცხავ? ალუმინსაც გამოვრიცხავდი, ახლა ალუმინს არ გავს ნამდვილად. თუჯისგან საერთოდ ძეგლები მზადდება, არ მზადდება, არ მსმენია თუჯისგან დამზადებული ძეგლი. ძეგლი გახსოვს ხო კარგად? კი. ალბათ უფრო ქვა იქნება. ფერი თუ გახსოვს ძეგლის? და იქიდან იქნებ გაგვახსენდეს მე რა შეიძლება იყოს, აი ფერი რო აღვიდგინოთ რა ფერია? რაღაცა მოლურჯო მოსეროსე ფარი თითქოს და ალუმინის შანსი არ არის ნამდვილად ვერანაირად ვერ იქნება. ანუ A-ს და B ვარიანტს გამორიცხავ. კი. ფიქრობ C-სა და D-ს ეს შორის. ქვა ან თუჯი? ქვა ან თუჯი. კომპიუტერს ხო არ ვთხოვთ გადამოწმება?
ან ზარი ახლობელთანაც შეიძლება. მე ზარ ახლობელს მოდი შევინახავ და ავიცი ეს ორი პასუხი მოვაცილოთ იქნება რომელიმე მასკს 50-50-ზე გამოვიყენოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს ორი არასწორი პასუხი. აუ ესე იგი, რომელსაც არ ფიქრობდი, ისინი დარჩა. კიდე კაი წავაშლებინე. კიდე კაი რომ გამოვიყენეთ კომპიუტერის დახმარება. ნუ მაშინ აი ალუმინისაც არა გავს ეგეთი რომ იყოს ბრინჯაო იქნება მაშინ. საბოლოო პასუხი? ახ, დიახ. ბრინჯაო. ბრინჯაო. და რა თქმა უნდა, ეს ორი პასუხია. კარგია რომ გადაამოწმეთ კომპიუტერით. ნამდვილად. და 500 ლარი თქვენია. გაქვთ ერთი დახმარება და მერვე კითხვა 1000 ლარი. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ვის არ უთამაშია დინამო არენაზე? A. ლიონელ მესის B. ტიერი ანრის C. ანდრეას ინიესტას თუ D. კრისტიანუ რონალდოს. თეონა ფეხბურთი, როგორც მივხვდი, გამომეტყველებით ძალიან არ უნდა გიყვარდეს, ვთქვათ ასე ვთქვათ, გულშემატკივარი არ ხართ. კრისტიანო რონალდო ნამყოფი არის საქართველოში. დიდი ალბათობით ითამაშებდა დინამო არენაზეც. ლიონელ მესი. მესიც მე მგონი ნამყოფი არის. თუ არ ვცდები. ამ შემთხვევაში ზარი ახლობელთან შეიძლება გყავდეთ ისეთი ახლობელი, ვინც იცის ამაზე პასუხი ეწოდინება და გამოვიყენოთ მესამე დახმარებაც. ალბათ გამოვიყენებ ამ ზარი ახლობელთან, მაგრამ ავთ ფიქრობ, ისე ანდრეს ინიესტა. ინიესტა რა პერიოდის ფეხბურთელია, მაგასაც ანუ უფრო ძველი არის მე მგონი და მაგ დროს სწორი იქნება რომ ახლობელს მივმართო. მოდიება ზარი ახლობელთან გამოვიყენოთ ბატონ შამშეს და ურეკოთ. ის ურეკავთ? შამშემ ჯავანაძეს. შამშეს ურეკავთ ბატონ შამშეს. ზარი ახლობელთან ვიყენებთ მესამე დახმარებას. ბატონ შამშენ მოგესალმებით. გამარჯობათ. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ. თეონა გაჩეჩილაძე მიზის მე ახლა აქ სათამაშოდ და თქვენი დახმარება ესაჭიროება. იბანტონო თუ გიგამი შეგვიძლია? 30 წამი გაქვთ. დრო და თეონა თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან საშკა ვის არ უთამაშია დინამო არენაზე? ლიონელ მესის, ტიერი ანრის. უბრალოდ ვერ გავიგე ვის როგორ? არ უთამაშია დინამო არენაზე. ლიონელ მესის, ტიერი ანრის, ანდრეს ინიესტას თუ კრისტიანო რონალდოს. 10 წამი. ხუთი წამი. კრისტიანოს არ უთამაშია როგორც მოხდა. ბოლო წამს თქვა რომ კრისტიანო რონალდოს არ უთამაშიაო, მაგრამ რაღაც დარწმუნებული პასუხი არ იყო. და დაი თქვენ რონალდო. დასიზამთ ენდობით. დახმარებები აღარ დაგვრჩა. თუ სწორად უპასუხებთ, თქვენ 1000 ლარს მოიგებთ. თუ არასწორი იქნება პასუხი, დაგარგავთ 200 ლარს და გარანტირებულ 300 ლარზე ჩამოვარდებით. აი რონალდო ნამყოფი არის საქართველოში და თვითონ სხვა სტადიონზე თამაშობდნენ. ეგ არის პრობლემა. ეს იმას ნიშნავს, როგორც მოვხვდები, რომ არ ეთანხმებით.
და მაშინ რა ვერსიას ფიქრობ უფრო? რომელს? რა ვიცი, ინიესტას ვფიქრობ, იმიტომ რომ ინიესტა უფრო რაღაცა წინა პერიოდის ფეხბურთელია და იმ პერიოდში ესე რაღაცა საერთაშორისო მატჩები ტარდებოდა, ჩვენ ქვეყანაში არ ტარდებოდა. დაუჯერებთ თუ გარისკავთ? თუ შეწყვეტ თამაშს და წაიღებთ ამ შემთხვევაში 500 ლარს. 500 და 300 დიდი სხვაობა. დიდ სხვაობა გვაქვს. მაშინ გარისკეთ. მე აი დაუჯერო. ან ახლობელს ან ამის როგორც თქვენ გდებოდით. მაგრამ აი დიდად ვერ ყვევი ამ ფეხბურთში და ჩემ თავს ვენდო თუ შამშეს ვენდო. აბა რა ვშვებით? ვენდობით? თუ მაინც რამე თქვენი ვერსია გაქვთ. აი ინიესტას ვფიქრობდი, მაგრამ ხო უფრო დავიბენი. თეუნა გადაწყვეტილება უნდა მივიღო. კი, უნდა მივიღო. ვუჯერებთ მეგობარს თუ ვისკავთ თქვენი ვერსიით? თუ წყვეტ თამაშს? შეწყვეტა გამორიცხული არანაირად არ შეწყვეტა. ერთი ვარიანტი 3-დან ამოვარდა შეწყვეტა გამორიცხული. გამორიცხული რა. რჩება მეგობრის ან თქვენი ვერსიის დაფიქსირება. მეგობრის ან რომელიღაცა უნდა დავაფიქსიროთ. ცი ვენდოთ მოდი მეგობარს და დავაფიქსიროთ. ესე იგი ამ ორიდან გადავწყვიტეთ რომ ვენდოთ მეგობარს და ვაფიქსირებთ. ეს. და საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხი. დე, კრისტიანო რონალდო. კრისტიანო რონალდო. თეონა რომ გეთქვათ ანდრეს ინიესტა და არ დაგეჯერებინათ მეგობრისთვის თქვენ არასორი იქნებოდით. კრისტიანო რონალდოა სწორი პასუხი და 1000 ლარიც თქვენია. დახმარებები აღარ დაგვრჩა, მაგრამ ვართ მე-9 კითხვაზე და 2000 ლარი. აჰა, 1000 ლარი გვაქვს. ჩვენამდე მოღწეული მზის სინათლე, რამდენი ხნით ადრეა წამოსული მზის ზედაპირიდან? A 8 წამით, B 8 წუთით, C 18 წუთით, თუ D 88 წუთით. სინათლე მოძრაობს 300.000 კილომეტრ-წამის სიჩქარით. ახლა მზემდე რა მანძილი არის მზემდე? 300.000 გადის კილომეტრს წამში. წუთში გადის 60 ჯერ მეტს, ანუ 3 მილიონი 8 წამი თუ 8 წამში სიტყვაზე რა მანძილი ექნებოდა დაფარული 300.000 ჯერ 2 მილიონ რა ვარიანტი გაქვთ ისეთო? აი 8 წამსა და 8 წუთს შორის ფიქრობ. უფრო რომელი გონიათ? უფრო 8 წამი მგონია ალბათ. მაგრამ აი წუთიც ხო არ არის. თეუნა, თქვენ თუ გარისკავთ და პასუხი სწორი იქნება, თქვენ იგებთ 2000 ლარს. თუმცა თუ არასწორად მიპასუხებთ, ჩამოვარდებით 300 ლარს და ამ შემთხვევაში უკვე დაკარგავთ 700 ლარს. 700 ლარს. ასევე თქვენ შეგიძლიათ მე უნდა გითხრათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ ამ შემთხვევაში უკვე 1000 ლარი. 1000 ლარი. გადაწყვეტილება თქვენზეა. გარისკავთ თუ შეწყვეტ თამაშს? 2 მილიონ 400.000 კილომეტრით არის ეს მზე დაშორებული ჩვენგან. თუ 8 წუთი. თან სადღაც ეს რუიანიც მახსოვს თითქოს რაღაც გეოგრაფიიდან, მაგრამ
18-იც არის რვიანი. 8 წუთი. ისევ ამ ორ შორის ფიქრობთ ესე იგი. ასა და ბეს. ой, ასა და ბეს შორის ფიქრობ. და გარისკვას აპირებთ როგორც მოვხდი. ფიქრობ რომ გავრისკო. თუ შეწყვეტ თამაშს. ახლა თანხის გამო შეწყვეტა და სარღერჯობია გავრისკო ახლა. დიდი სხვაობა. სილიგოზე არ ყოფნის ესე იგი 1000 ლარი. გავრისკავთ. აიც არაფერში მყოფა 1000 ლარი. აიც არაფერში ყოფნის. გავრისკავთ. მაგრამ რა გავრისკო ხარ ვარ. მაშინ რითი ვრისკავთ? რომელი დავაფიქსიროთ? 8 წუთი. მოდი წუთი იყოს ეს წამიც რაღაც ძალიან დამეტანი ის არის და ცოტა მგონია და B8 წუთი იყოს გავრისკოთ რა ვქნა სხვა რა გზა. ვრისკავთ. კი. და საბოლოო პასუხია B8 წუთი. B8 წუთით. თეონა რაც არ უნდა იყოს არ ვაცამი დავწყდება. რო გეთქვათ, რომელსაც ფიქრობდით, აი არასწორი იქნებოდით რა თქმა უნდა. იმიტომ 8 წუთია, სორი და 2000 ლარი თქვენია. სწორად მახსოვდა რვიანი გეოგრაფი. 8 წუთი და 20 წამი სჭირდება. თეონა მზიდან დედამიწამდე სინათლის მოღწევას. და ამასობაში მივედით მე-10 კითხვაზე, ეს არის გარანტირებული 3000 ლარი თუ სწორად უპასუხეთ და მე-10 კითხვა 3000 ლარი. რა ერქვა გურჯ ხათუნად წოდებულ რუმის სასულთნოს ქართველ დედოფალს, რუსუდან მეფის შვილს? A. თამარი, B. ქეთევანი, C. გურანდუხტი, თუ D. ელენე. აბა ისტორია რა ხდება ჩვენს დროს? ასე იგი რუსუდანი დიდია ალბათობა რომ თავისი შვილისთვის თამარი დაერქმია დედის საპატივცემულოდ. მაგრამ ხო შეიძლება რომ სხვა შვილი წყალდა და ერთი გოგო არ ხოვოდა რომელი იყო გურჯი ხათუნი ახლა. გურანდუხტი. აი რაღაცა გურანდუხტი არ მახსენდება ამ ეტაპის, ამ პერიოდის დედოფლებს შორის, უფრო წინამდელი სახელებია ეს გურანდუხტი. ელენე ქეთევანი. ქეთევანიც მასეთი ძველიდან არ მახსენდება რომ რომელიმე დედოფალს ხმავდა ქეთევანი, აქეთ ქეთევანი წამებული და რაღაცები მე უფრო პოპულარული იყო მე მგონი ეს სახელი. თამარი და ელენე. თამარ მეფის შვილიშვილს გურჯ ხათუნი. თამარი თუ ელენე. ელენესაც არ ქმევდნენ მაგ პერიოდში. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ თამაშობთ გარანტირებულ 3000 ლარზე და თუ სწორად უპასუხებ და გარისკავ, იმიტომ რომ დახმარებები სამწუხაროდ აღარ გვაქვს. თუ გარისკავ და სწორად უპასუხებ, ამ 3000 ლარს ვეღარავინ წაგართმევს. თუმცა თუ არასწორი იქნება, მაშინ ჩამოვარდებით 300 ლარზე. ასევე შეგიძლია შეწყვიტოთ თამაში და ამ შემთხვევაში უკვე 2000 ლარი წაიღოთ, არ ვიცი სილიკონის ყოფნის თუ არა. სილიკონი მაინც არ მოგვიება, მაგრამ რაღაც საკუნდები ახალი მოგვიება. გადაწყვეტილება თქვენზეა მოკლედ, თეონა. რაც არის გავრისკავ და თამაშს დავაფიქსირებ. თუ ჩამოვარდები და ანუ საბოლოო პასუხია? A თამარი. A თამარი. რა ხდება? მე მინდა გითხრათ რომ ეს რისკი გამართლდა. თქვენ გარანტირებული 3000 ლარი
ახლა რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. დახმარებები აღარ გვაქვს? მაგრამ 3000 ლარი გარანტირებული გვაქვს. კი ბატონო გვაქვს და წინ მე-11 კითხვა. 6000 ლარი. ამათგან რომელმა დაადგინა 1604 წელს, რომ ადამიანი ხედავს თვალის ბადურაზე გამოსახულების ასახვის შედეგად. A. ლეონარდო და ვინჩი. B. ალესანდრო ვოლტმა. C. ისაკ ნიუტონმა. თუ D. იოჰანეს კეპლერმა. ალექსანდრე ვოლტა და ისააკ ნიუტონი არ მგონია რომ ეგენი უფრო ფიზიკაში იყვნენ და ხა თვალის ბადურისთვის ასე მრავალ მხრივად ვერ გადაწყვეტებოდნენ. თან მინიმუმიდან ბიოლოგიიდან მაინც სახელი და გვარი მაინც გაგონილი მექნებოდა. ესე რომ ვოლტა და ნიუტონი გამოირიცხა. ლეონარდო და ვინჩი რო ზოგადად კვეთავდა რაღაცებს, ეგ იყო მე მგონი რომ ანატომიას და რაღაცას იკვლევდა, მახსოვს. მაგრამ ეს კეპლერი რას აკეთებდა, სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს. იოჰანეს კეპლერმა. კეპლერი თუ და ვინჩი. ესე იგი B და C ვარიანტი გამორიცხა. B და C გამორიცხა. ფიქრობ A-სა და D-ს შორის. A-სა და D-ს შორის ხა. ვოლტას თავისი საქმეც ბევრი ქონდა. ხო, დასაკარგი ამ შემთხვევაში არაფერი არ გვაქვს, გარანტირებული 3000 ლარი გაქვთ. თუმცა თუ გარისკავთ და სწორი იქნება პასუხი, 6000 ლარი გეკდებათ. და როგორც მე მივხვდი, A-სა და D-ს შორის ფიქრობთ ამ გარისკვას. კეპლერი. რომელი დარგიდან სადღაცა თითქოს მსმენია, მაგრამ ბიოლოგიაში არსად არ მახსენდება და ან ჩემ დროს არ იყო შეტანილი წიგნებში. ან მე არ ვკითხულობდი სასკოლო ბიოლოგიის გარეთ. კეპლერი რახან საერთოდ არ მახსენდება და ასაკეთებდა. იმიტომ ლოგიკურია რომ აი და ვინჩი მაინც ამ იმაზე ადამიანის კვლევასთან უფრო ახლოს იყო. ციგავრისკავდა A. ლეონარდო და ვინჩი იყოს. და კარგი არაფერი მაქვს. საბოლოო პასუხია? A. ლეონარდო და ვინჩი. A. ლეონარდო და ვინჩი. რომ გეთქვათ იოჰანეს კეპლერი, რომელიც არ გახსოვთ რას აკეთებდა, ეს სწორი პასუხი იქნებოდა. სამწუხაროდ თქვენი პასუხი არასწორია. რომ ვერ გაიხსენეთ რას აკეთებდა. აი ამან განაპირობა ეს ამბავი. ამ დროს თურმე თვალის ბადურას იკვლევდა ადამიანი. თუმცა 3000 ლარი გარანტირებული გაქვთ. მადლობა თამაშისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე გიგემ მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.